ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი, რომელიც 2018 წელს აუქციონზე $432,500 გაიყიდა. AI-მ 15,000 პორტრეტის შესწავლის შემდეგ შექმნა ეს. ქვემოთ შევხედოთ ამ ნახატს, რომელიც სხვათა შორის 70 სანტიმეტრზე არის, მაგრამ AI როდესაც ქმნიდა, იქ რა ზომები არ ამგონია რომ მიეთითებინა, უბრალოდ ადამიანებმა შემდეგ ასე ამობეჭდეს, რომლებმაც გაყიდეს ეს ნახატი აუქციონზე. და ქვემოთ დაიტანეს ასეთი წარწერა უკვე ადამიანებმა, რომლებმაც შექმნეს ეს AI და როგორც ვნახე, ეს არის ამონარიდი იმ ალგორითმიდან, რომელიც გამოყენებული იყო ამ 15,000 პორტრეტის შესასწავლად და შემდგომ აი ამ ნახატის შესაქმნელად. უბრალოდ ძალიან საინტერესო არის, ერთი შეხედვით რაღაც ძველი, ვიღაც ცნობილი მხატვარის მიერ დახატული გეგონება, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორ ფიქრობ, სულთა შემოქმედების კუთხით, AI-ის მიერ შექმნილი ნამუშევარი შემოქმედებაა, თუ რაღაც სხვა უნდა ეწოდოს. ფაქტობრივად ეს ნამუშევარი შედგა უკვე არსებული პორტრეტების, ასე ვთქვათ, გადაღეჭვით, რადგან AI-ს ემოცია არ გააჩნია, ის ემოციურად რაიმე ახალს ვერ შექმნიდა, უბრალოდ რაღაც კანონზომიერებების, დამთხოვების, შერჩევითობის ერთიანობა გამოვიდა ეს. ბევრმა ხელოვანმა სხვათა შორის მოითხოვა, რომ მისი ნახატები ამ ბაზიდან ამოეღოთ, რომ თითქოს AI-ს არერსარგებლა ამ რესურსით, მაგრამ ფაქტობრივად ეს დიდ არაფერს არ შეცვლიდა. ადამიანი და მის მიერ შექმნილი შემოქმედება და AI, რომელიც გაცილებით მეტ მონაცემს ფლობს და იმის მიერ შექმნილი შემოქმედება. ერთმანეთის კონკურენტები უნდა იყვნენ, ანუ გამოფენაზე ორივე უნდა იყოს. რას ფიქრობ ამის შესახებ? დაწერე კომენტარებში. შეიძლება ადამიანური გადმოსახედიდან შემოქმედება არის ის, რასაც ქმნი უკვენასწავლით და პლუს შენი ემოციებიდან გამომდინარე, ხო? ანუ რაღაცა სწავლება და ემოციები. აი ამ ორის შედეგი არის თითქოს შემოქმედება, მაგრამ მეორეს მხრივ AI ემოციების გარეშე მხოლოდ ნასწავლი გადაღეჭილი მონაცემებით ქმნის ამას. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2018 წლის შემოქმედება არის, თუ შეიძლება ასე ითქვას. და დღეს კიდე თანამედროვე მოდელები გაცილებით მეტ ათასობით კი არა მილიონობით ვიზუალის შესწავლის საფუძველზე ქმნიან ახალ ვიზუალებს